ფოტოგრაფების საქმის უმძიმესი დეტალები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხტომაზე ამ დრომდე უსმენენ დაზარალებულ ფოტორეპორტიორებს. 2011 წლის მოვლენებს იხსენებს ნათია გედენიძე, მანამდე ისაუბრა ირაკლი გედენიძემ. ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფების გახმაურებული საქმე 2011 წლის 26 მაისის აქციის გაშუქებას უკავშირდება 4 ფოტოგრაფის კადრები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ დარბევას ასახავდა, მაშინ საერთაშორისო პრესაში მოხვდა. ამის შემდეგ ისინი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს. მანანა დევაძე აშუქებს თემას, ის ახლა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. მანანა გისმენთ. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დარწმუნებულია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასზე შური 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს გადაღებული ფოტოების და შემდეგ საერთაშორისო მედიაში, კონკრეტულად კი როიტერში გავრცელების გამო იძია ირაკლი გედენიძე იმ დროისთვის როიტერთან თანამშრომლობის პარალელურად მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ღონისძიებებს იღებდა, თუმცა აქციაზე საკუთარი ინიციატივით მივიდა ფოტოების გადასაღებად და იქ შემზარავი კადრები ნახა და გადაიღო, როგორც გედენიძე აცხადებს, სპეცრაზმის წარმომადგენლები უმოწყალოდ სცემდნენ ყველას და აქციის მონაწილეებს გასაქცევად სივრცე არ ჰქონდათ დატოვებული. რუსთაველის გამზირზე ხალხი სისხლის გუბეებში ეყარა და ის ასევე იხსენებს იმ ყვითელ ავტობუსებსაც, სადაც სპეცრაზმელები მისი თქმით ნაცებ მომიტინგეებს პირდაპირ ყრიდნენ. რუსთაველის გამზირის დატოვებამდე, როგორც გედენიძე ამბობს, მან პრეზიდენტის ადმინისტრაციით საშვით მისი კოლეგისთვის გიორგი მამაცაშვილისთვის დახმარება შეძლო, რის შემდეგაც როიტერის ოფისში მივიდა და როიტერმა მის მიერ გადაღებული ფოტოები სახელის და გვარის გარეშე მისივე უსაფრთხოების გამო გაავრცელა. ირაკლი გედენიძის და მისი მეუღლის დაკავება კი 2011 წლის 7 ივლისს ღამე საკუთარ სახლში მოხდა, რის შემდეგაც ისინი ცალ-ცალკე წაიყვანეს. ირაკლი გედენიძის თქმით, ის ჯიქია სასაფლაოზე აიყვანეს, ძირს დააგდეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და იარაღით ემუქრებოდნენ. ამის შემდეგ მოხვდა მოდულის შენობაში, სადაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე აიძულეს აღიარებითი ჩვენება დაეწერა და უთხრეს, რომ თუ ამას არ დაწერდა, მაშინ მის დაკავებულ ცოლს არ გაათავისუფლებდნენ. ამის შემდეგ უკვე მოხვდა გლდანის ციხეში და ის აღწერს იმ რთულ ვითარებას, რაც იმ დროისთვის გლდანის ციხეში იყო და როგორც გედენიძემ თქვა, გლდანის ციხეში განიხილებოდა ვერსიები, კონკრეტულად ჯაშუშობის ბრალდებაში რა არგუმენტები უნდა ჩაწერილიყო. ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ მან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, კონკრეტულად რუსეთის წარმომადგენლებს გადასცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახანძრო გეგმის ფოტო, თუმცა საბოლოოდ ეს ვერსია დაიწუნეს და ბოლოს ბრალში ჩაიწერა, რომ მან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამლაგებელი პერსონალის სია. როგორც გედენიძე ამბობს, მას აღიარებითი ჩვენებაში ასევე სთხოვდნენ ჯარის ღალატის აღიარებას, თუმცა ის ამას არ დათანხმდა. საბოლოოდ ეს ცრუ ბრალდება დააზეპირებინეს და ბრალი ასეთი ფორმით ჩააწერინეს. გავიგონე ფარებზე ხელკეტების ბრახუნი და დაიძრნენ ყველა მხრიდან. ანუ მე ჩიტაძეზე უკვე ამაც წინ მიდექი და გამოვასარი ძალიან აგრესიულები იყვნენ სხვათა შორის. რომ ამობრუნდი, დავინახე უკვე ეს ხალხი ნაცემები როგორ გამოყავდათ, ანუ იჭერდნენ ყველას და გზაში სანამ თავისუფლების მოედნისკენ ჩაყავდათ ყველა და ყიდნენ იმაში ავტობუსები იყო მობილიზებული ძალიან ბევრი. ყველა ვინც ვნახე, ვინც ჩამოტარებული იყო ჩემ წინ, იყო დასისხლიანებული, აი ჩემი ნაცნობი რო ყოფილიყო, ვერ ვიცნობდი, იმიტომ რომ ისეთ ჩემ ფოტოებშიდაც არის ახლა აქ ეკრანზე გადის. და ვერ ვიცნობდი. იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები და ვინც რეზინის ტყვიებს, ანუ ეს ჯერ სროლის ხმა მესმოდა მაგით, მაგრამ ნახე შედეგები.
ტანზე შემოხეული მაისურებიდან ჩანდა ეს ამობურცული ადგილები, რომელსაც რეზინის ტყვია პირდაპირ მოხვედრით ტოვებს. და ვინც ფეხზე იდგა და დაკავებული ყავდათ გზაში ცემით, ესე იგი კინო რუსთაველიდან, რასაც მე უყურე, თავისუფლების მოედანზე ცემატყეპით ჩაყავდათ. უცებ ფეხი გამიცურდა, დავიხედე, ლამპიონები აქ-იქ ანათებდა, სისხლი იყო ძალიან დიდი ოდენობის, აი კუთხეში ზუსტი ადგილი არის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან სანამ იქ სახაჭაპურებამდე და აი დასაჯდომი მოსაცდელი ადგილებია ეხლა აი იქ პატარა დაღმართივით არის და ხალფენილზე სულ სისხლი იყო. მე ცოტა იქით გავიხედე და დავინახე წვერებიანი მამაკაცი ხმას ვერ იღებდა, ხელბორტილები ჰქონდა უკან, ხელბორტილი პლასმასის იმითი კუტებით ჰქონდა შეკრული ხელები ზურგზე დამაგრებული. აი ღმულიც არ შეეძლო, ღმუო და მირეკავს როიტერის შტატიანი ფოტოგრაფი დათო და მეუბნება რომ რამე დამატებით კამერა გამიფუშტა და იქნებ დაგვეხმარო თუ რამე კადრები მოახერხე და გადაარჩინე და კი მე უთხარი ამოვალ ოფისი იქვე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პირდაპირ იქვე ავირბინეთ გადავარჩიეთ ფოტოები და აი ეს ფოტოები რაც ახლა თქვენთან ეკრანზე გადის არის ასე ვთქვათ როიტერის გავრცელებული და სოფლიოში ანუ დაბეჭდილი ონლაინ ბეჭდურ მედიაში და ონლაინ მედიაში და რაც შეეხება ქართულ მედიას აი ეს როიტერის ფოტოები დაბეჭდა ჟურნალმა ტაბულამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნახე რომ თელ აჭრელებული იყო ასე ვთქვათ. ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ეს ტაბულა იყო მიმოქცევაში აქტიურად. ის სახელისუფლებო პიარს ემსახურებოდა როგორც ჟურნალი ტაბულა და იმავდროულად ჰქონდა ასე ვთქვათ ამბიცია თუ პრეტენზია უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით გარკვეულ რაღაცას სტილზე. შესაბამისად უცნაურია რომ ეს ფოტო იქ მოხვდა. შუაღამის გადაცილებული იყო. რომ უკვე იმაზე კარებზე, რკინის კარებზე ატყდა ბრახაბრუხი და ჩოჩქოლი იყო გარეთ. ანუ ჩაწოლილები ვიყავით, უცებ შემოვიცი გავედი, ვიკითხე მეთქი რა ხდება, ვინახარ და მეზობლის ბინა გატყდაო, გატეხესო და თქვენი დახმარება გჭირდებაო. მეთქი ვისი ბინა და ვინახართ მეთქი და პოლიციიდან მართო. და მოიცა ერთი წამი მეთქი და მაისური გადავიცვი, გაგიგებთ მეთქი ეხლავე კარებს. აი გადავწიე თუ არა, აი სახელური და ეგრევე მოაწმენ და შემოვარდნენ იქ. კონდაზვერვიდან ვართო და თქვენო დაკავებული ხართო ჯაშუშობისთვისო. ეს სიტყვა მაშინ მახსოვს ახსენეს პირველად. დილამდე გაგზელდა ეს აღწერა ყველაფერი. გაირკვა რომ მეუღლესაც აკავებდნენ. აუხვიეს ჯიქიაზე მივიდნენ, მიადგნენ იმას სასაფლაოს. დამაგდეს ისა და ამოვიხედე. ორკილები მაქვს ისევ დადებული და ესე რომ გადმომიყვანეს მაქაინდა ეგრევე გადმომაგდეს პირდაპირ. და ისა მუხლებზე ვაგდივარ ესე და დამიწყეს მუხლებში, აი მუხლის ქვევით ისინი ფეხით დარტყმა და ვიღაცა მერე უკიდან მომეპარა, კეფაში ჩამატყა. და კაი, წამოდითო, ეხლა იქ მივიყვანოთო. და აი ესე ამწიეს, ჩამდეს, რასაც ქვია, მანქანაში და წამიყვანეს მოდულში. მოდულშიდაც ვიღაც ჩემთვის აი დღესაც უცნობი პიროვნება გამოძიებამაც ვერ დაადგინა. აი ესეთი ბუდიდან, თვალის ბუდიდან გამოსული თვალები ჰქონდა. აი ის იყო ძალიან აგრესიული, აი თავის არეში მიტყავდა მუშტებს. რომ აღიარე და არ ვიცი რა უნდა ვაღიარო, მითხავით რა, ანუ რაში ვარ მეჭმიტანილი. ერთი და იგივე მეორდებოდა ცემატყეპის ფონზე. ერთ მარტო ვიყავი კამერაში. კინის იყო, სქელი კარები, კარცერი, რასაც ქვია,
საშინელი სიტუაციით. უცებ შემოდის დილით უკვე, შემოდის აღებენ კარებს და შემოდის ქალბატონი. მე თქვენი ადვოკატი ვარ. მეთქი მე ადვოკატი არ ყავს, არ მომითხოვია და ვინ ახარ? საიადან იყო ქალბატონი. ამ ქალბატონმა მითხრა, რომ ჯაშუობაში ხართ ერთმიტანილი და მაშინ გავიგე, რომ სხვებიც არიან დაკავებულები, დანარჩენები ჩემი უღლესთან ერთად. და წავიდა. მე კიდევ შემოვალ დაპირებით. მეთქი გარეთ ვიღაცას ხმა მიაწვინეთ, არავინ არ იცის, რომ ჩვენ აქ ვართ. კი, უკვე იციან. მოკლედ გარეთ თქვენზე ინფორმაცია არის. ისევ მეორდება ზევით აყვანა, ესე ზეწოლა, გინებით რაღაცა და ერთ-ერთი აყვანის დროს მოკლედ მეუბნებიან, რომ შენ გინდა შენი მეუღლე რომ ბავშვებთან იყოს. და მეთქი მეუღლემ რაღა დააშავა მეთქი და მაგასო თავის დანაშაული აქვსო შენო მაღაზეო ნუ იმას იზო ჩვენო ეხლა გვინდაო რომ ყველაფერიო კარგად ჩამთავრდესო ბავშვებიო ხო იციო ბიჭიო რომელ სკოლაში სწავლობსო დოლიძეზეო უფროსი შვილზე მითხრეს გოგო როგორ გაიზრდებაო დედის გარეშეო ესეო რა მუხლი გაქვთო იციო ერთიო მინიმუმ 20 წელი მოკლედ აი ესე იმაშვებიან ზეწოლა სუბუქი ნათქვამია კიდე და მეთქი რა უნდა ვაღიარო მეთქი ისე რა უნდა აღიარო აი ესო პრეზიდენტის ფოტოებსო და შეხვედრისო მასალებსო რო გადასცემდიო იმასო ჯაშშობდიო რა ამ ფოტოებსო და მეთქი ეს რას ქვია ჯაშუშობა მაგაში ხელფას მიხდიან მეთქი სახელმწიფო ხელფას მიხდის რომ ფოტო გადავიღო შეხვედრის და ის გავავრცელო პრესით რაღაც პერიოდის მერე ალბათ ერთი დღის მერე და მითხრეს რომ უნდა გაგიყვანოთ ამიყვანეს ადმინისტრაციულ კორპუსში კიბეებით რომელი სათვალ მესამე ალბათ არ ვიცი ერთ-ერთი ხელმძღვანელის ოთახი იყო ჯარის ღალატი უნდა და აი მაშინ უკვე აი ძალიან ცუდად გავხდი რა აი ისე ცუდად გავხდი რომ აი ეს კამერაში ვინც იყო ჩემთან ერთად საკანში ის იმ ბიჭმა დააბრახუნა რომ ძალიან ცუდად არისო და იქ ნუ გადამიყვანეს იმაში საავადმყოფო და ეგ ხო ნუ მე ხო არ ვიცი მე როგორც გავიგე გულის მიკროიშემიური ინსულტი მიიღო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფების საქმის ფარგლებში ირაკლი გედენიძის შემდეგ მის მეუღლეს კიდევ ერთ დაზარალებულ ფოტორეპორტიორს ნათია გედენიძეს მოусმინა. ნათია გედენიძის თქმით, ისიც დაკავების შემდეგ მოდულის შენობაში მიიყვანეს, სადაც მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს და როგორც ნათია გედენიძე აცხადებს, ირაკლი გედენიძის მსგავსად მასაც ხშირად უხსენებდნენ შვილებს და პირადი ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ. ამის შემდეგ ნათია გედენიძის თქმით ვეღარ გაუძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ბრალი აღიარა და აღიარებითი ჩვენება მისცა, რაც შემდეგ გაავრცელა ძალოვანმა უწყებამ. მე დღე და ღამეს ვეღარ ვარ თვალში საცემი. შენო ბიჭიც ყავსო, გოგოც ყავსო. ეხლა აი ამის ქოშო, ჩვენ რაცა გვაქვს დაბეჭდილიო ესო. შენო ამასო რომ ნახავო და შენი შვილები ნახავენო და არა მარტო შვილებიო არც მათ მოუნდებათო რომ შენ მათი დედა გერქვასო და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილით ამისთვისო ჯერ არ გაჩვენებთ ამისთვისო შენო იცი რა უნდა გააკეთო ახლა უფურცელზეო ესეთი რვეულის ფურცელზე იყო რაღაც ხელდანწერი აი ამ ფურცელზეო რაც წერია უნდა დაიზეპირო და აუცილებლად უნდა ისაუბრო კამერასთან ამაზეო.
აი ამის შემდეგო ჩვენ შევთანხმდებითო ამის გზაკვალზეო. ეს არ ვიცი რა არის ჯერ. და დაფიქრდე, ამაზე უნდა იფიქრო. არც ეს ვიცი რა წერია, არც ეს ვიცი რა არის აქ. უკვე მამზადებენ რაღაცისთვის. გასაგებია მეთქი, მოკლედ ველოდები მეორე ეტაპს. და აბრუნებენ ამ ესე პრინტერზე ამობეჭდილ ფაილს. ამ ფაილს ვხედავ ჩემს საკუთარ ფოტოს, ჩემი მეუღლის გადაღებულს, ჩემივე სახლში, ჩვენივე სტუდიაში. სატესტოდ იცოდა ხოლმე, სადაც განათებას რო ასწორებდა ხოლმე, მე იქვე ვიყავი როგორც ობიექტი. სახლის ლუქით. მე უკვე წარმოვიდგინე, რომ აი სანამ ამას ამობეჭდავდნენ, ამას რამდენი ადამიანი და მათ შორის მამაკაცი განიხილავდა და უყურებდა, მანამ სანამ ჩემამდე ჩამოვიდოდნენ. ამის მერე მე რაღაცნაირი ყურებში მქონდა რაღაც დახშული ხმები და მე დავკარგე გონება. რაღაც პერიოდის მერე ისევ რომ დაადგინეს ჩემი სტატუსი უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაეგრძელებინათ ჩემგან ჩემთან საუბარი, მე კვლავ გამიყვანეს იმ რაღაცნაირ ბნელ ოთახში და როგორც წინაზე გითხრათ, უკვე მომაწოდეს პირდაპირ ეს დაწერილი ტექსტი. ხელნაწერი იყო, უჯრებიან ფურცელზე კარგად მახსოვს. აუცილებლად უნდა მეთქვა, რომ იქ ეწერა ესე ცოტა გაბოლდებით, რომ ვთქვათ, რომ შარში ვარო. ხარი ჩვენ მე ამ ესეთ ფაქტი არ მომხდარა მეთქი და ამ მონაკვეთზე უარი უთხარი მოკლედ გარკვეულ მონაკვეთებზე უთხარი უარი რაც კატეგორიულად ცდებოდა ყველანაირ რეალობას მეუბნებიან რომ შენ უნდა დაიზეპირო ტექსტი თუ გინდა შენი ფორმა მიეცი ამ ყველაფერს თუ არა და ეს ამომიბრუნეს ისევ ამობეჭდილი პრინტერზე ჩემივე ფოტო ეს ფოტო მოხვდება ყველგან და შენ სახლისკენ მიმავალ გზას თავად დაივიწყებ და სახლში კარს არავინ გაგიღებს შენ ვეღარ იქნები სრულყოფილი დედა და შენი შვილებისთვის იქნები სასირცხვილო დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კომისიის წევრებმა დღევანდელ ხდომაზე ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფების საქმე განიხილეს და ჯამში 3 პირი გამოკითხეს შეგახსენებთ რომ 4 ქართველი ფოტორეპორტიორი 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს თუმცა 2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსulis შემდეგ ფოტოგრაფების საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო, რის შემდეგაც ფოტორეპორტიორებს ბრალი მოეხსნათ და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა. მადლობა, მანენა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში.